2004 წელს რაც უნდა გასაკვირი იყოს ამ სამეზობლო პოლიტიკის ინიციატივაში ევროკავშირი ჩართვას ასევე სთავაზობს რუსეთსაც. და სთავაზობს მას, რომ აი 6 ქვეყანასთან ერთად მოლდოვა, უკრაინა, საქართველო, ბელორუსი, სომხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთიც იყოს ამ სამეზობლო პოლიტიკის წევრი. მაგრამ რუსეთი ასე ყოლია არსეუნება არ თulis საკუთარ თავს ჩვენი ასე ვთქვათ ჩვენთან ერთად რომელიმე ორგანიზაციაში ყოფნის საკადრისად და ცივი ვარით ისტუმრებს ამ ქვეყნებს ამ ორგანიზაციას და ეუბნება რომ მე თქვენთან არაფერი საერთო არა. უბრალოდ ამ პერიოდიდან იწყება რასაკვირველია გარკვეული ასე ვთქვათ გაცხადებულად საქართველოს 90-იანი წლების დასაწყისშივე ამბობს რომ ჩვენი საბოლოო მიზანი არის ევროკავშირში წევრობა. საინტერესო ეს ფაქტი საინტერესოა, ვინაიდან დანარჩენი ქვეყნებში ესეთ ჩამოყალიბებული პოზიცია არ არის. რაც უნდა გასაკვირი იყოს 2022 წლის 24 თებერვლამდე, ანუ რუსეთის პირდაპირ სამხედრო ინტერვენციამდე საზოგადოებრივი აზრი იყო სრულად განსხვავებული მათ შორის მოლდოვასა და მათ შორის უკრაინაში. საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა, მას მე ყველგან ვამბობ ხოლმე, სადაც განგრძობითად პირველივე დამოკიდებულის აღდგენის პირველივე დღიდან დღევანდელ დღემდე ამ ანტიევროპული, ანტიდასავლური პროპაგანდის მიუხედავად გამოკითხვებში საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ემხრობა ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. ანუ ისინი ამბობენ, ადამიანები ამბობენ, რომ ჩვენ თავს ხედავთ ევროპას, ჩვენ გვინდა რომ მომავალი ჩვენი მომავალი იყოს ევროკავშირში, ევროკავშირთან ერთად.